მოგესალმებით. ჩვენ ვართ უკვე ლაივში, ლეკუნა მაია გამარჯობა. დაველოდოთ რამდენიმე წამი, სანამ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი შემოგვეერთდება და მერე დავიწყოთ საუბარი ძალიან საინტერესო თემაზე და თემასაც წარმატკენ. მოგესალმებით, მაია. მოდით დავიწყოთ. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და დღეს ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, უფრო კონკრეტულად კი ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, წლის ამ მონაკვეთში ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია და სწორედ ამ მიზნით მშობლის კირზე უკვე აგერ თუ არ ვწდები მესამედ ჩვენ ვახდენთ პროფესიული განათლებით დაინტერესებული, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი მშობლების ინფორმირებას. მესამე წელია. მესამე წელია, ხო, მადლობა მაია და რაც მთავარია, ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ მოწვეული გვყავს პროფესიული უნარების სააგენტოს ინკლუზიური განათლების კოორდინატორი მაია წულაძე, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო სრულყოფილად და ამომწურავად გასცემს ჩვენს შეკითხვებს პასუხს და იმ შეკითხვებს, რომლებიც იმედი მაქვს, რომ შემოგვივა მშობლების ან პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირების მხრიდან. გამარჯობა მაია და ძალიან კარგია, რომ დღეს ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. გამარჯობა მაია, გამარჯობა ლეკუნა, მივესალმებით მშობლის კიბრის მაყურებელს, მსმენელს და დიდი მადლობა, რომ ყოველწლიურად უკვე მესამე წელია აღნიშნე მაია უთმობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას, დროს, თქვენს სივრცეს და იმედია წელსაც ბევრი დაინტერესებული პირი გამოუჩნდება ამ თემას და ჩვენგან მიღებული ინფორმაცია გამოადგებათ პროფესიული განათლების მისაღებად, ასე ვთქვათ, და გაერკვევიან თუ რა პროცედურები უნდა განახორციელონ იმისათვის, რომ გააგრძელონ სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. კი ბატონო, მაია, მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რატომ დღეს რატომ წელიწადის ამ მონაკვეთში, ხო, რატომ საუბრობთ ეხლა ამ საკითხებზე, ხო, ალბათ ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. რატომ არის დღეს ეს თემა აქტუალური? იმიტომ რომ დაიწყო უკვე რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროფესიული განათლების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აბსოლუტურად ღია ყველა მსურველისთვის, დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს სურვილი რომ მიიღოს პროფესიული განათლება და რასაკვირველია, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უკვე აი მე-9 კლასის შემდეგ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეს მისთვის საინტერესო სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და დაეუფლოს სასურველ პროფესიას. ისე რომ დაწყებულია პროცესი 2 მაისიდან, დღეს 5 მაისია, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს დრო, 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება ეს რეგისტრაცია და დავამატებ ბარემ აქვე, რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აწელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების თვალსაზრისით მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც თბილისის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე რეგიონებში, ისე რომ ნებისმიერ კუთხეში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა, რომ მოიძიოს მასთან თუნდაც გეოგრაფიულად ახლომდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა შესაძლებელია მისთვის საინტერესო პროგრამა მისგან თუნდაც გარკვეული დისტანციაზე არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლებოდეს და რასაკვირველია ამის შესაძლებლობაც
არის რომ ნებისმიერ დაწესებულებაში დარეგისტრირდეს, სადაც გადაწყვიტავს რომ შეძლებს განათლების მიღებას, პროფესიული განათლების მიღებას. კი ბატონო, ესე იგი 2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, მოდი რამდენჯერმე გავიმეოროთ ხო ამ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის განმავლობაში ეს თარიღები. ჩვენ ამ ლაივის განმავლობაში ოდნავ მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ, ხო, რა პროცედურები და ეტაპები უნდა გაიაროს პროფესიული განათლებით დაინტერესებულმა პირმა, მაგრამ მანამდე მოდი ხაზგასმით ვთქვათ, ვის შეუძლია ეხლა ასე ვთქვათ, დარეგისტრირდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხო? ანუ ავხსნათ, რომ შეიძლება იყვნენ სტუდენტები, რომლებიც ეხლა ასრულებენ მოსწავლეები, რომლებიც ეხლა ასრულებენ საბაზო განათლებას, ან საშუალო განათლებას, ან რამდენიმე წლის წინ აქვთ დასრულებული სკოლა, მოდი აი ამაზე ხაზგასმით, რომ გითხრათ, ვის ეხება ეხლა ეს რეგისტრაცია და ეს შესაძლებლობა. ასაკში შეზღუდვა არ არის, იმ გაგებით რომ ასე ვთქვათ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს უკვე თავარია 9 კლასის განათლება ქონდეს მიღებული და ფლობდეს 9 კლასის დასრულების დამადასტურებელ საბუთი გააჩნდეს, ხო, რომ მან უკვე დაასრულა 9 კლასი. ეს არის აუცილებელი პირობა. თუმცა ამის შემდგომ უკვე რა ასაკის იქნება, აქ უკვე არანაირი შეზღუდვა არ არის. არის უბრალოდ გარკვეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელსაც წინაპირობად შეიძლება ქონდეს ასაკი. ხო, მაგალითად 18 წელი ან ზემოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ 9 კლასს დამთავრებული ადამიანი ხა 18 წელს განათაც არის, ხო? და აი ესეთი წინაპირობა გააჩნდეს რომელიღაცა კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. მაგრამ ზედაზღვარი, ასე ვთქვათ, როგორც წესი, პროფესიულ განათლებაში, ასე ვთქვათ, არ არის დაწესებული ღია ნებისმიერი სურვილისთვის, ასე ვთქვათ, მაგრამ მაია, მინდა მაინც არ დავტოვოთ სივრცე შეკითხვისთვის. ის მაგალითად მოსწავლე, რომელიც ეხლა ასრულებს საბაზო საფეხურს, ანუ მე-9 კლასშია. შეუძლია მას მაგალითად ხვალ წავიდეს და უკვე გაიაროს რეგისტრაცია, იმიტომ რომ მას ჯერ არ აქვს საბაზო ატესტატი, მაგრამ სასწავლო წლის დასასრულს მას ექნება. უკვე პრინციპში ხო, სწავლის დასასრულს და ეს სწავლის დასრულება ესწრება 22 აგვისტომდე. ქონია შემთხვევები, როდესაც ჯერ არ ქონია სწავლის დასრულების დამადასტურებელი საბუთი აღებული, თუმცა განაცხადი წარუდგენია ამ საბუთის აღებაზე და შესაბამისად, ეს თქვა იგივე ცნობა ქონია, ხო? ამ შემთხვევაში რასაკვირველია, უკვე შეუძლია თუ აქვს ინტერესი, რომ გააგრძელოს უკვე სწავლა პროფესიული განათლების საფეხურზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. რასაკვირველია, უკვე შეუძლია დაიწყოს მოძიება რა პროგრამებია, თქვათ, შეარჩიოს დაწესებულება, თუნდაც მიმართოს დაწესებულებას ნებისმიერს, რომელიც თქვათ, მასთან შეიძლება უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი იყოს, ხო, გეოგრაფიულად მისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ მეტი ინფორმაცია მოიძიოს, თუ რა შესაძლებლობები არსებობს, ხო, რა პროფესიულ პროგრამებზეა, თქვათ, გამოცხადებული რეგისტრაცია და მიღება, აი, წელს. ისე რომ არ დაკარგოს ეს დრო, იმიტომ რომ სკოლა მალე დასრულდება, ხო, და 22 აგვისტო არის ის პერიოდი, რომ ამ პერიოდამდე უკვე სასწავლო პროცესი დასრულებულია და შესაბამისად ატესტატის ამ 9 კლასის დამადასტურებელი ცნობის აღებაც, ასე ვთქვათ, შესაძლებელია. და ეს უკვე საბუთი უნდა წარადგინოს, არა ეხლა, უბრალოდ უნდა დამონიშნოს, ასე ვთქვათ, რომელი კლასის განათლებას ფლობს რეგისტრაციის დროს, მაგრამ საბუთის წარდგენა ამ წუთას აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგრამ ასევე ხა გასაგებია, რომ ჯერ სწავლა მიმდინარეობს სკოლის პარალელურად, შეუძლია გამოიყენოს ეს თავისუფალი დრო, ვთქვათ, რაც ექნება სკოლისგან, მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად, საკუთარ პროფესიულ ინტერესებში გასარკვევად, რაშიც დაეხმარება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებით. აქვე დავამატებ, რომ თბილისში მაგალითად თითქმის ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების სპეციალისტი არის ხელმისაწვდომი.
და ასევე რეგიონებში ძალიან ბევრ დაწესებულებაში. თუმცა იქაც სადაც არ არის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რასაკვირველია დახმარებას კოლეჯის სხვა წარმომადგენლები გაუწევენ, მათ შორის კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი, ისე რომ ნამდვილად ღირს დაწესებულებას მიმართოთ, მოვიწიოთ მეტი ინფორმაცია რა შემოთავაზება არსებობს სხვა წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სახით და გავერკვეთ საკუთარ ინტერესებში მეტად და უკვე მომზადებულები დავრეგისტრირდეთ. კი ბატონო, თუმცა აქ ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ მიუხედავად თქვათ საგანმანათლებლო საჭიროებისა შეზღუდული შესაძლებლობისა, ფაქტიურად უწყვეტი განათლების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ მოზარდებს, არა და ასე თქვათ ასრულებენ რა ეხლა საბაზო ან საშუალო განათლებს უკვე მათ აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ პროფესიულ განათლებაზე და სწავლა გააგრძელონ განათლების შემდეგ საფეხურზე. კეთილი. მაია, აი მას მერე რაც თქვათ ადამიანი, აი ხა ჩვენი შეხვედრის შემდეგ ან მანამდეც უკვე ფიქრობს, რომ დარეგისტრირდეს ან გახდეს პროფესიული განათლების სტუდენტი, რა პროცედურები უნდა გაიაროს მან, ხო? აი მოდი ხა ძალიან დეტალურად მივყვეთ მთელ ამ პროცესს. ხო, ну რეგისტრაციის პროცესი რასაკვირველია, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხო, რომ საკუთარ ინტერესებში და შესაძლებლობებში რა შეთავაზება არსებობს, წელს ძალიან მნიშვნელოვანია გარკვევა, რომ მაქსიმალურად საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთოს, ხო, ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა, რაც ნამდვილად მას მომავალში და თუნდაც დასაქმების კუთხით დაეხმარება და რეგისტრაციის პროცედურას რაც შეეხება, ასეთი რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს და მე ალბათ კარგი იქნება თუ მივაწოდებთ თქვენი გვერდის საშუალებით, ხო, პლატფორმის საშუალებით ინფორმაციას სარეგისტრაციო აი გვერდზე, სადაც შეუძლია ადამიანს დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის გავლა. ეს არის web.mcg და შესაბამისად იქ არის დახვდება ასე ვთქვათ შესავსები ფორმა, სადაც უნდა დააფიქსიროს თქვა თავისი არჩევანი, მაგრამ რაც თავარი რადგან ახლა ჩვენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ვსაუბრობთ, ხო, ძირითადად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ამიტომ ისეთ ნიუანსებზე გავამახვილებ ასე ვთქვათ ყურადღებას, რაც მათთან არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ხო, რომ გათვალისწინება მოხდეს ამ რეგისტრაციის დროს. ეს არის იქ მათ ინფორმაციის შეტანის ამ ფორმაში, რომელიც დახვდებათ, აუცილებელია მიაქციონ ყურადღება, არის ესეთი მოსანიშნებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი. რეგისტრაცია პირველ რიგში ვთქვათ, რომ ელექტრონულად ხდება. ელექტრონულად ხდება, დიახ, აი გვერდი, რომელიც დავასახელე და რომელსაც იმედია თქვენს ხელმისაწვდომს გახდით, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ვერ გამოყვეს მსმენელი და მაყურებელი და ვერ დაიმახსოვროს, მაგრამ კარგია თუ ამას ჩვენ ამ ბმულსაც გავუზიარებთ, საიდანაც შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაცია შეიძლება სახლიდან გაუსწრებათ ონლაინ, თუმცა თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ რაღაცას თქვა, ან ტექნიკური პრობლემა აქვს და ასე შემდეგ, რასაკვირველია ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციაში მხარდაჭერაც არის ხელმისაწვდომი, ამისათვის მას მაგალითად იგივე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მიმართონ და აქვე დავამატებ ჩამონათვალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების არის ხელმისაწვდომი პროფესიული განათლების ვებ-გვერდზე web.g, სადაც შეუძლიათ ნახონ მისამართების დაწესებულებები ზოგადად კერძო და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, მის ასე ვთქვათ, შევიდნენ მათ ვებ-გვერდზეც უკვე და თუნდაც ნახონ რა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აქვთ მათ ასე ვთქვათ გამოცხადებული და რა პროფილი აქვს ცალკეულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. თუმცა შესაძლოა ვთქვათ, მე ჩემი პროფესიული ინტერესები ვთქვათ, ცოტა განსხვავებული იყოს ვიდრე ახლომდებარე კოლეჯი მთავაზოს, მაგრამ სულ მცირე თუნდაც რეგისტრაციის, რადგან რეგისტრაციაზე ვსაუბრობთ, ხო, ამ პროცესზე, თუ სულ მცირე რეგისტრაციის პროცესში დახმარების გაწევა შემიძლია ნებისმიერ დაწესებულებას ამ შემთხვევაში ვთხოვო. ხო, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია გეოგრაფიულად ჩემთვის. შემდგომ აი ეს ველი, რომელიც უკვე ვახსენეთ, თუ ვთვლია ადამიანი აპლიკანტი, რომ აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, მჭირდება რაიმე ტიპის დახმარება. ხო, ხარ, როდესაც ვსაუბრობ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე, ძირითადად მოვიაზრებთ, ვთქვათ, მხედველობის სირთულეები, შეიძლება იყოს უსინათლო ადამიანი, შეიძლება იყოს სმენის სირთულეების მქონე ადამიანი, შესაძლებელია სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები იყოს, ვთქვათ, რაღაცა ემოციური ქცევითი სირთულეები, მოტორული, ხო, ვთქვათ,
და ასე შემდეგ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც თulis რომ სწავლაში დაჭირდება გარკვეული ხარდაჭერა ან გამოცდილებაში აქვს, რომ დაჭირვებია და მიიჩნევს, რომ აქვს გარკვეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ველი იყოს მონიშნული. მას შემდეგ, რაც აპლიკანტი მონიშნავს ამ ველს, ეს ველი უკვე, ანუ მისი მონაცემები გამოუჩნდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობას და გუნდის წევრებს და სწორედ ეს მულტიდისციპლინური გუნდი არის, ასე ვთქვათ, უფლებამოსილი, რომ შეაფასოს ადამიანის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, დაადასტუროს, ან თუ ვთქვათ, არ დასტურდება, შესაბამისად, არ დაადასტურებს, ხო, ყოველ შემთხვევაში ამზადებს შეფასების ანგარიშს, რითიც ადასტურებს, რომ ადამიანს, ვთქვათ, აქვს და რა ტიპის საჭიროებები აქვს ასახული ამ შეფასების დასკვნაში და, ვთქვათ, რა ტიპის ხარდაჭერა შეიძლება დაჭირდეს ადამიანს, როგორც ამ, ვთქვათ, ჩარიცხვის პროცესში, შერჩევის პროცესში, რომ მოხდეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე შემდგომ უკვე სასწავლო პროცესის დროს და ბარემ ამასაც აქვე დავამატებ, იმიტომ რომ თუ ადამიანი არის უკვე შეფასებული, მას დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და არ 3 წელზე მეტი არ არის გასული აი მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებიდან, შესაბამისად ეს დასკვნაც, ასე ვთქვათ, ვალიდურია და შეიძლება იყოს გამოყენებული და შესაძლებელია სკოლის ზოგადი განათლების საფეხურზე მოხდა ადამიანის შეფასება, როცა მოსწავლე იყო სკოლის, ჯერ არ გასულა 3 წელი და თუნდაც ის ქვიდან, ანუ სადაც არის ატვირთული სკოლის შეფასების დასკვნა, ავტომატურად ხმისაწვდომი გახდეს, ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინური გუნდის წევრისთვის. ანუ მაია, აქვე დავაზუსტებ, ესე იგი, ამ შემთხვევაში აპლიკანტს არ ევალება თვითონ წარმოადგინოს დასკვნა, ხო? დასკვნა არსებობს, ის მოიძებნება. ხო, შესაძლებელია თუ რაღაცა ტექნიკური ხარვეზია და იყო შეფასება და არ ასე ვთქვათ, მის არ გამოჩნდა, ხო, ეს რეგისტრაციის პროგრამაში, პლატფორმაზე, სადაც რეგისტრირდება და იცის ადამიანმა, რომ უკვე შეფასებული აქვს, ვთქვათ, წინა წელს იყო შეფასებული, მას როდესაც დაუკავშირდება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, შეუძლია მიაწოდოს ამის თაობაზე ინფორმაცია და უკვე დაეხმარება მულტიდისციპლინური გუნდის წევრი მოძიებაში. თუმცა როგორც წესი, პროფესიული ვთქვათ, არიან ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, წინა წლებში პროფესიულ განათლებაში ყავდა უკვე, ვთქვათ, გაიარეს რეგისტრაცია, შემდგომ ან უკვე ისწავლეს, ან ვთქვათ, შეწყვიტეს, ან ვთქვათ, ბოლომდე არ გაიარეს ეს პროცედურა, მაგრამ შეფასების პროცედურა იყო გავლილი, ხო? და არსებობს შეფასების დასკვნა. ისე რომ ესეც შეიძლება იყოს გამოყენებული. თუმცა აქვე დავამატებ, ხო, რომ თუ აპლიკანტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მაინც განახლებული შეფასება, ასე ვთქვათ, ამ შეფასების დასკვნის საჭირო, იმიტომ რომ გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდა, ხო, ადამიანის მდგომარეობაში. რასაკვირველია, ეს შეუძლია ამ სურვილის დაფიქსირება და შესაბამისად მულტიდისციპლინური გუნდის წევრი განმეორებით შეფასებას ჩაატარებს. ასეთივე უფლება აქვს, ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინური გუნდის წევრსაც დატოვებული, მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია 3 წლის წინ შეფასდა აპლიკანტი, ანუ 3 წელიწადზე მეტი არ არის გასული, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ან დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, ხო, მიიჩნევს გუნდის წევრი, რომ უმჯობესია განახლდეს შეფასება, განახლებული დასკვნა კონდეს აპლიკანტს, ხო? ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია, შეუთანხმდება, შესთავაზებს განმეორებით შეფასებას აპლიკანტს და შესაბამისად რასაკვირველია აუხსნის ამის მიზეზსაც. ისე რომ აი ეს რაც შეეხება შეფასებას, ხო? მაია, ერთი კითხვასაც დავსვავ, ეხება შეფასებას იმ პირებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ამ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, ხო? მათაც უწევთ თუ არა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესის გავლა.
ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია თუ ადამიანი თვლის ნახეთ რომ და აქვე მოვაყოლებ რას ვთავაზობთ ხო როდესაც ვდასტურებ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და უკვე ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს ხო რა უნდა და როგორ თუ ადამიანი თვლის რომ მას შესაძლოა დასჭირდეს გარკვეული სპეციფიკური მხარდაჭერა ჩარიცხვის პროცესში შემდგომ სწავლის პროცესში მაგრამ მოდით ახლა მაინც ყურადღებას გავამახვილებ უშუალოდ ჩარიცხვის პროცესზე ხო იმიტომ რომ მოვყვები რას როგორ ხდება შერჩევის პროცესი ხო და პროგრამაზე ჩარიცხვის ასეთ შემთხვევაში მიუხედავად იმისა რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის ჰქონდა პირის სტატუსი მან შეუძლია მონიშნოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ეს ველი შეარჩიოს აუცილებლად და გაიაროს შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის ან თქვათ თუ არსებობს ის როგორც გითხარით უკვე ავტომატურად უკვე სტატუსიც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და თქვათ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსიც აქვს დადასტურებული შესაბამისად გენერირდება თავისთავად ავტომატურად ეს დასკვნა აქონია შემთხვევები რასაკვირველი რომ ადამიანს შეიძლება აქვს შეზღუდული შესაძლებლობა თუმცა მას არ მოუნიშნავს ველი და ჩვეულებრივი ასე ვთქვათ პროფესიული ტესტირების შერჩევის პროცედურა გაუვლია ისე რომ ესეც არის რასაკვირველია აპლიკანტის არჩევანზე და მიუღია მონაწილეობა ვთქვათ იგივე საყოველთაო პროფესიულ ტესტირებაში თანაბარ პირობებში თუმცა ბარემ აქვე დავაყოლებ ინფორმაციას რომ ასეთ შემთხვევაშიც თუ ჩვეულებრივ შერჩევას გადის ხო არა ალტერნატივს რასაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ვთავაზობ ასეთ შემთხვევაშიც არის რამოდენიმე ტიპის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი როგორიც არის რასაკვირველია ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობა ანუ მისი შერჩევის პროცესის დროს გათვალისწინებული იქნება რომ ისეთ გარემოში დაიგეგმოს რომელიც თქვა იგივე მოსარგებლე ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი გაიზარდოს შერჩევის ასე ვთქვათ ამ ტესტირების პერიოდი დრო შეიძლება გაორმაგდეს მაქსიმალურად შეგვიძლია შევთავაზოთ ეს არის გაორმაგებული შეიძლება იყოს და ასევე მაგალითად იგივე როდესაც მხედველობის სირთულეებია და ჭირდება გაზრდილი შრიფტი გაიზარდოს შრიფტი აი გარკვეულ აკომოდაციებს ეხლა დღესდღეობით უკვე ცოტა შეცვლილია პროცედურა და თვითონ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ატარებენ შერჩევას მარტო ვთქვათ უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარება ხდება გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ დანარჩენი ძირითადად დაწესებულებები ატარებენ ასე ვთქვათ თვითონ ეს შერჩევას და შესაბამისად უკვე დაწესებულებებთანაც კომუნიკაცია შეუძლია თუ აი რა ტიპის დამატებითი აკომოდაცია შეიძლება დაჭირდეთ აი ამ შერჩევის პროცესში და ხა ამ აკომოდაციებიდან განსხვავებით რასაც თავაზობთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ასე ვთქვათ სტატუსის მქონე პირებს ცოტათი განსხვავებულია უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ აკომოდაცია ხო აი ვთქვათ რაღაცა დროის გაზრდა ან შრიფტის გაზრდა ან ვთქვათ გარემოს მორგება და უფრო რაღაცნაირად ისეთი პრაქტიკულ მოსინჯვას ვეძახით ალტერნატიულ ტესტირება პრაქტიკული მოსინჯვა რომლის დროსაც აპლიკანტს ეძლევა შესაძლებლობა მის ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებულ გარემოში ვითარებაში მოსინჯოს ასე ვთქვათ იმ კონკრეტული პროფესიისთვის დამახასიათებელი ყველაზე მეტად დამახასიათებელი აქტივობა და ასეთი სამი ტიპის ასე ვთქვათ პროგრამის ფარგლებში შეუძლია აქტივობის ასეთი ტიპის აქტივობის მოსინჯვა და ამის მიზანი სწორედ ის არის რომ უკეთესად გაერკვეს აი პრაქტიკული მოსინჯვის შედეგად მიიღოს აპლიკანტმა მეტი გამოცდილება მეტი ინფორმაცია ამ კონკრეტულ პროფესიაზე და ასე ვთქვათ ამას მოყვება ხოლმე როგორც წესი რეფლექსია რომელსაც ვთქვათ იგივე სპეციალისტების ჯგუფი რომელიც შექმნილია თვითონ დაწესებულებაში ანუ აი ამ პრაქტიკულ მოსინჯვას უგეგმავს თვითონ ის დაწესებულება რომელშიც აპლიკანტი რეგისტრირდება და იქ არის ესე ვთქვათ სპეციალისტების ჯგუფი როგორც ინკლუზიური განათლების სპეციალისტის ასევე პროფესიული განათლების მასწავლებელია ჩართული იმ პროგრამის მასწავლებელი რომელზეც ვთქვათ დარეგისტრირდა აპლიკანტი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და შემდგომ აი რაღაცნაირად ერთობლივად ხდება სწორედ აი ამ პრაქტიკული მოსინჯვის შედეგების განხილვა, ხო? და გარკვეული რეკომენდაციების მიცემაც შეიძლება მოხდეს. ანუ სწორედ ამ რეფლექსიის მიზანი არის მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწორედ სწორი
რასაკვირველია პირველ რიგში აპლიკანტისთვის სწორი და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება და აი ამაში აპლიკანტის ხარდაჭერა და არ დამავიწყდეს, ამიტომ აქვე დავამატებ, აი ხა 3 პროგრამის მოსინჯვის შესაძლებლობა ვახსენე. რეგისტრაციის დროს შეუძლია აპლიკანტს მონიშნოს, შეარჩიოს 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და ჩემი აი ძალიან ისეთი რჩევა, რომ ეს შესაძლებლობა აუცილებლად ყველა აპლიკანტმა გამოიყენოს. და ამასაც გეტყვით რატო, ხო, თქვათ, თუ კითხვა გაქვთ, მაია დასვით და მე შეგვიძლია გავაგრძელოთ. კი ბატონო, მინდა უბრალოდ ისევ შევაჯამო, რომ ნათელი იყოს ჩვენი მსმენელისთვის, რომ ესე იგი საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემდეგ აპლიკანტი ასე ვთქვათ, განსხვავებულ შერჩევის პროცედურას გადის, ხო? მოდი კიდევ ერთხელ გავუსვათ ამას ხაზი, რაც ნიშნავს პროფესიული პროგრამის დამახასიათებელი აქტივობების პრაქტიკულ გამოცდას, ხო? ანუ ეს არის განსხვავებული, ვიდრე ვთქვათ, მისი თანატოლები ან პროფესიული განათლებით დაინტერესებული სხვა პირები, ხო? ანუ შერჩევის პროცესი არის განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის. და აქვე მინდა მაია არ გამოგჩეს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააზიარო. ხშირად საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავს იკავებენ ხოლმე პროფესიული განათლებისგან, იმიტომ რომ მათ აი აშინებთ ან აფერხებთ კონკურსის პირობები. მაგრამ ჩვენ აქ ვიცი, რომ პროფესიული განათლების სისტემას ძალიან საინტერესო მექანიზმი აქვს განსაზღვრული, რომ მისაწვდომი იყოს პროფესიული განათლება საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ანუ კვოტაზე რომ ვისაუბროთ ახლა თუ შეიძლება. კი ბატონო, არის გამოყოფილი ნამდვილად, ეს არის ყველა პროგრამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არის გამოყოფილი თავისუფალი ადგილი, უშუალოდ გარკვეული რაოდენობის ადგილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა საუბრობთ სინამდვილეში რაზე? პროფესიული განათლების სისტემაში შესვლის ხელმისაწვდომობაზე, ხო? და აი ეს ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც თავიდანვე, როდესაც ეს ინერგებოდა, ხო, 2013 წლიდან, რაც განისაზღვრა, ხო, როგორ გავხადოთ სისტემაში შესვლა ხელმისაწვდომი და სწორედ აი ეს ორი მნიშვნელოვანი რამ განისაზღვრა. ერთი, სწორედ ცალკეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის ადგილების გარკვეული რაოდენობის ადგილის გამოყოფა გარანტირებულად, რომ აი ამდენი ადგილი არის კონკრეტ მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, ხო? და ამიტომ თქვათ, არ უწევთ კონკურენცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების არ მქონე პირებთან, ხო? და მართალი გითხრათ, აი ესე შეჯიბრი უნარების თვალსაზრისით არც ერთმანეთთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმიტომ რომ და ამაზე ხშირად არის ხოლმე კითხვები, რომ აი რაღაცნაირად ფულა მივანიჭოთ, ვერ ვაჯიბრებთ, შეუძლებელია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებაზე და შესაძლებლობის შესაძლებლობაზე, ჩვენ საუბრობთ ძალიან განსხვავებული შესაძლებლობების და საჭიროების მქონე პირებზე, ადამიანებზე, თავისი ძლიერი მხარეებით თუ საჭიროებებით, ხო? ისე რომ აი აქ რაღაც აქაც კონკურსის მოწყობა, ვინ უფრო მეტ და უკეთეს უნარს გამოავლენს, არის წარმოუდგენელი, ხო? ამიტომ არსებობს ამაზეც ვისაუბრებთ. ალბათ მოგვიანებით ჯერ ამ კითხვას გავცემ პასუხს, რა ხდება, როდესაც იმაზე მეტი მსურველია პროგრამაზე, ვიდრე გამოყოფილი თავისუფალი ადგილები არ დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხსაც შევეცდეთ. აი ეს სწორედ ეს იყო, მაია, ჩემი შემდეგ შეკითხვა, რა მაშინ ახსენეთ 15%-იანი კვოტა, ხო? და ესე იგი აი ამის ფარგლებში ხდება და ეს განისაზღვრება, ხა შეიძლება ცოტა ესეთი რთული ინფორმაცია იყოს, ამიტომ შემოვიფარგლე, აღარ ვახსენე პროცენტი, შემოვიფარგლე იმით, რომ ყველა პროგრამის ფარგლებში არის თუმცა განსხვავებული რაოდენობის. ხო, ახლა ერთი პროგრამის ფარგლებში შეიძლება მეტი ადგილი იყოს განსაზღვრული სპეციალური საგანმანათლებლო. მოდი, ნათელი რო გავხადოთ. ეს განისაზღვრება, მოდით ბარემ ავხსნი მოკლედ, მარტივად, თვითონ ჯგუფი ზოგადად წელს რამდენი ადამიანი შეიძლება მიიღოს დაწესებულება ერთი კონკრეტული პროგრამის ფარგლებში. ასე ვთქვათ, ჯგუფის ოდენობაზეა, საერთო ოდენობაზე განსაზღვრული. ხო, აი ამის 15%-ის ფარგლებში დამატებით აი ამ
ჯგუფის ასე ვთქვათ რაოდენობას ემატება. ამიტომ ვარირებს ეს თავისუფალი ადგილი ცალკეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შესაბამისად სადღაც შეიძლება 1 იყოს, სადღაც 5 იყოს, ისე რომ ამის წინასწარ ესე ზეპირად ახლა ვერ ჩამოგითხრით, ამიტომ განსხვავებული რაოდენობაა. თუმცა განსაზღვრულია უკვე წინასწარ. კი ბატონო. მოდი მაშინ ახლა კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ, დაუშვათ რომ რომელიღაცა პროფესიულ პროგრამაზე გამოყოფილი არის 5 ადგილი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის, სტუდენტისთვის და 5-ვე ადგილი შეივსო, თუმცა არის მე-6 ადამიანიც მსურველი. ანუ ნიშნავს რომ ის მე-6 ვერ ხვდება პროფესიულ პროგრამაზე? ხო, ну, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ არის ხოლმე პროგრამები, აი 2013 წლიდან დაწყებული, ხომ, აი ეგეცოდინება, სადაც მოთხოვნადია, ну, აი განსაკუთრებული დიდი მოთხოვნით სარგებლობს. და არა მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებში ამასაც დავამატებთ, ხო, შეიძლება იყოს ზოგადად, მაგალითად, კონდიტერია, კულინარის ხელოვნება, ხო, ну, არა აქვს მნიშვნელობა საგანმანათლებლო საჭიროება აქვს ადამიანს თუ არა, მაინც მოთხოვნადია, ხო, ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ну, იგივე იმას ხედავთ მდგომარეობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებშიც, ჯგუფში, ადამიანთა ჯგუფში, სადაც ასე ვთქვათ, რაღაცა პროგრამებზე ხედავთ, რომ უფრო მეტია მოთხოვნა და სამწუხაროდ ყოველთვის არ არის იმდენი თავისუფალი ადგილი, რამდენი მსურველიც გვყავს, ხო? და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაღაცით ეს უნდა დარეგულირდეს. და უკვე აღნიშნა, რომ აქ რაღაცა ქულის მინიჭება ამ შემთხვევაში და შეჯიბრი ამ თვალსაზრისით, უნარების თვალსაზრისით არ გვაქვს განსაზღვრული. ამიტომ რა თქმა უნდა, რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, მარეგულირებელის უნდა არსებობდეს, ხო, რითი ვარეგულირებთ ამ პროცესს და ჩარიცხვის წესით არის ეს დარეგულირებული, აი 2021 წლიდან ასე განისაზღვრა და წლევანდელ წელსაც ძალაშია წლევანდელ მიღებაზე, რომ უპირატესობა ენიჭება იმ აპლიკანტს ამ შემთხვევაში, რომელიც პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ისწავლეს, გამოიყენეს ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, კიდევ შეუძლიათ ამის შეზღუდვა არ არსებობს, შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირდნენ, ჩაირიცხონ, ისწავლონ, რასაკვირველია. ანუ პირველად ხდება პროფესიული სტუდენტი, ხო? პირველად მოიპოვეს ამ პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ანუ ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება თუ კონკურსი გამოდის, ასე ვთქვათ, ადგილი ნაკლებია და მსურველი კი მეტი, ხო? თუმცა შესაძლებელია ადგილიდან გამომდინარე ეს მსურველი, რომელიც პირველად მოიპოვებს, ხო, პროფესიული სტუდენტის სტატუსს, მაინც კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე გამოყოფილი ადგილი, ხო, ვიცით, რომ თეორიული შესაძლებლობა ამისი არსებობს. შესაბამისად, უკვე რაღაცნაირად ესეც რომ დარეგულირებული იყოს, უკვე თვითონ დაწესებულებებს შიგნით აქვს დამატებითი, ან ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც როგორც გითხარით, ეს ჩარიცხვის წესშია განსაზღვრული მინისტრის ბრძანებით და დანარჩენი უკვე დამატებითი კრიტერიუმები აქვს დაწესებულებებს შემუშავებული და დამტკიცებული. ყოშიდა ბრძანებით დირექტორის დაწესებულების. და არ არის ეს ასე ვთქვათ, ერთი და იგივე კრიტერიუმი ყველა დაწესებულებისთვის და ფიქრობ, რომ ძალიან სწორიც არის, იმიტომ რომ აი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ხო, დაწესებულების, ვთქვათ, ან რაღაცა თავისი გამოცდილება კარნახობთ, რომელი კრიტერიუმები შეიტანო, ხო? და მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო, რომ შეიძლება ვთქვათ, აი უპირატესობის მინიჭებაზე, როდესაც ვთქვათ, ნაკლები რაოდენობა გვაქვს და მეტი მსურველი გვყავს, ხო, ამ შემთხვევაში იყოს, ვთქვათ, არის მაგალითად სახელმწიფო მზრუნველში მყოფი ან ზრუნვიდან გამოსული, ხო? შეიძლება იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ანუ ეს დამატებითი, აი გარდა იმისა პირველი რაც ესე იგი, რომ პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს, ამას უკვე შეიძლება კიდევ დამატებით სხვა, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებიც დაემატოს, ანუ რის მიხედვით ვანიჭებთ უპირატესობას, ხო, ამ შემთხვევაში და ვის აძლევთ შესაძლებლობას, რომ ეს თავისუფალი ადგილი შეასწოს. თუმცა, ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ ეს სამი პროფესიული პროგრამის მონიშნა არის აუცილებელი, ჩემი ასე ვთქვათ, რეკომენდაცია ძალიან ძლიერი,
რა თქმა უნდა, ხა თუ არ მაინტერესებს, მხოლოდ ერთი მაინტერესებს, რასაკვირველია, ხა რაც არ მაინტერესებს, იმის მონიშნავს რასაკვირველი აზრი არ აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, შეიძლება უბრალოდ არ ვართ ინფორმირებული რაღაცა პროფესიული პროგრამების შესახებ, მაგრამ მართლაც რომ ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა არსებობს, რომელსაც მე თვითონაც ყოველჯერზე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ. ანუ შეიძლება არ გსმენია, ესეთი პოპულარული შეიძლება არ არის, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ შეგხვედრი ამ პროფესიის წარმომადგენელი, რაღაცა სიახლეა შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის და ბაზრისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი პროფესია და მნიშვნელოვან პროფესიულ უნარებს შეგვწევს. ამიტომ სწორედ ამიტომაც რომ მეტად ვიყო ინფორმირებული, კარგია რომ გავეცნო, ყველა იმ ჩამონათვალ შესაძლებლობას მიმართო დაწესებულებას, დახმარებას, ხო მეტ ინფორმაცია მოვიძიო, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა აპლიკანტი იპოვის სულ მცირე სამს მისთვის საინტერესო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და რატომ ეს სამი, ხო, ანუ სამის შესაძლებლობის გამოყენებ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ მაგალითად იმ პირველ პრიორიტეტად რაც მიიჩნია, ხო და არეგისტრირა ვერ მოხდა, ხო, ამ არასაკმარისი თავისუფალი ადგილების გამო, მას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ასე ვთქვათ, დარეგისტრირებული სამ პროგრამიდან მეორეზე, მესამეზე, ანუ სადაც თან აინტერესებს და თან შესაბამისად ადგილიც იქნება თავისუფალი დარჩენილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის, ანუ იქ ჩაირიცხოს, ანუ მეტი შესაძლებლობა იქნება სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დარეგისტრირებით, ვიდრე რასაკვირველია ეს ერთი პროგრამის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. კეთილი. ესე იგი, სამი პროფესიული პროგრამა ერთი არის, რომ რეკომენდებულია უბრალოდ სწორედ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებისთვის, რომ უკეთ გავერგო საკუთარ თავში რა მაინტერესებს და მეორე ფაქტურად აზღვევს აპლიკანტს, რომ ის არ დარჩეს პროფესიული განათლების მიღმა. ხო? აქვე დავამატებ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს, რაც მართლა ძალიან სასიხარულო სიახლე წინა წლიდან გვაქვს მეორადი შერჩევის. ანუ მას შემდეგ რაც ეს პირველადი შერჩევა დასრულდა, კიდევ ერთხელ გაიხსნება იმ აპლიკანტებისთვის, მხოლოდ ვინც პირველად დარეგისტრირდა და შეიძლება დარჩა პროგრამის მიღმა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიზეზების გამო, კიდევ დარჩენილი თავისუფალი ადგილები, რაც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, ჩამონათვალი იქნება შეთავაზებული და ასე ვთქვათ, მეორე მცდელობა, მოდით ასე დავარქვათ, მას კიდევ მეორე შესაძლებლობა მიეცემა, რომ დაარეგისტრიროს სასურველი პროგრამა. ისე რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კიდევ ზრდის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრის შესაძლებლობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის და არა მარტო ზოგადად. კი ბატონო, მაია, ჩვენ ახლა ვიცით რა, რომ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებს სწორედ ეს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ ხოლმე. და სწორედ ამიტომაც ვარქმევთ ჩვენ, ასე ვთქვათ, აპლიკანტების ამ ჯგუფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, ხო? მოდი ვისაუბროთ მხარდაჭერაზე. რა მხარდაჭერას უზრუნველყოფს მათთვის სასწავლებელი, ასე ვთქვათ, შერჩევის პროცესში, ან პროფესიული მოსინჯვის დროს და მერე სასწავლო პროცესში. ხო, ნამდვილად სწორი კითხვა, იმიტომ რომ როდესაც ვამბობ, რა თქმა, ხო, სტატუსის გამო არ გჭირდება, ხო? მხოლოდ იმიტომ, რომ ის მხარდაჭერა შევთავაზოთ შერჩევის პროცესშიც და შემდგომ სწავლის პროცესშიც, რასაკვირველია, რაც ადამიანს სჭირდება. მე აღნიშნე, რომ სწორედ ეს პრაქტიკული მოსინჯვა, ხო? სწორედ კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებულ პირობებში ხორციელდება. ანუ სწორედ ამ დასკვნაში, შეფასების დასკვნაში აღწერილია, რა შესაძლებლობები აქვს, რა საჭიროებები აქვს, გარკვეული რეკომენდაციებიც არის, ასე ვთქვათ, მოცემული მულტიდისციპლინური გუნდის წევრის შეფასება განახორციელა იმის მიერ და ამას ითვალისწინებს დაწესებულება. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც ამ დასკვნას გაეცნობა დაწესებულება, რომელშიც აპლიკანტი დარეგისტრირდა, მას რასაკვირველია შეუძლია თვითონ აპლიკანტსაც, მის კანონიერ წარმომადგენელს დაუკავშირდეს, ან იგივე იმ შემფასებელს, ვისი გვარით დასკვნაში მითითებულია,
გარკვეული ინფორმაციის დასაზუსტებლად, რომ აი ეს პროცესი პროფესიული, ასე ვთქვათ, პრაქტიკული მოსინჯვის, ხო, გამოცდის ამ პროგრამის აქტივობის მაქსიმალურად მასზე იყოს მორგებული. იმიტომ რომ აი როდესაც ვახსენებ მაგალითად პროფესიის დამახასიათებელი აქტივობა ერთი და იგივე მაინც არ ნიშნავს რომ აი რაღაცა ყველაზე ისეთი დამახასიათებელი შევარჩიეთ და ყველა აპლიკანტს იგივე შევთავაზეთ, ხო? შეიძლება აი კულინარია ვახსენე, ხო და არ მინდა რა ხა ამ მიმართულებით წავიყვანო მსმენელი და დავაინტერესო არა ის უბრალოდ მარტივი ყველა მიცის მეტნაკლებად, ხო? სამზარეულოსთან დაკავშირებული აქტივობები, ვიღაცამ შეიძლება ვთქვათ უფრო რთული კერძი მოამზადოს, დაამუშავოს პროდუქტი, ვიღაცამ შეიძლება უფრო მარტივი, ხო? მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება ერბო კვერცხი მოამზადოს ამ პროცესში, ვიღაცამ გოგლი მოკლი, ვიღაცამ ოჯახური ან ხინკალი. ან გააჩნია. და აი ეს ვინ რას მოამზადებს, ხო? რასაკვირველია სწორედ ადამიანის შესაძლებლობებზეა და საჭიროებებზე დამოკიდებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებამ და სპეციალისტებმა სწორად შეარჩიონ, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების მასწავლებელთან თანამშრომლობით, ხო? რომ ეს აქტივობა არც იმაზე ასე ვთქვათ, მეტად მარტივი და გამარტივებული იყოს, ვიდრე აპლიკანტისთვის შეიძლება საინტერესო, ანუ შეიძლება ინტერესიც დაკარგოს, ხო, ადამიანმა თუ რაღაცა ზედმეტად მარტივს თავაზობ, მაგრამ არც უნდა დიდად არ უნდა აღემატებოდეს მის შესაძლებლობებს, ხო, არ უნდა მოვთხოვოთ, არ უნდა შეთავაზოთ ისეთი აქტივობის მოსინჯვა, რომელიც აბსოლუტურად მისთვის ამ ეტაპზე შეიძლება რთული იყოს და ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენდეს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი რეფლექსია რა იქნება, რა გამოცდილებას მიიღებს, ხო, რომ არ ეს შეუძლებელია. და სწორედ ამიტომ ეს ოპტიმალური, მაქსიმალურად უნარებზე, შესაძლებლობებზე მორგებული აქტივობის შერჩევა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მხარდაჭერის პირობებშიც, ხო, შეიძლება ასისტენტის, აი, როდესაც საუბრობთ რა მხარდაჭერა, ხო? შეიძლება ასისტენტის მხარდაჭერა გაეწიოს, ეს ასისტირება შეიძლება მასწავლებელმაც გაწიოს, ხო, იქ შეიძლება სრულიად დამოუკიდებლად გააკეთოს. ჟესტური ენის თარჯიმანი, ახლა ლეკუნა გვითარგმნის და ესეც მნიშვნელოვანია, ხო, რასაკვირველია ამ შერჩევის პროცესში. ნებისმიერი სხვა, ხო, შეიძლება იყოს, ვთქვათ, გარემო სტიმულების მორგება, ბევრი, ან თვითონ გამოსაყენებელი იარაღის მორგება, ხო? ვიღაცამ შეიძლება, ვთქვათ, ასეთი ტარიანი, სქელტარიანიდან დაჭრას რაღაცა, ვიღაცამ შეიძლება წვრილტარიანიდან გაათვალოს და ანიდან. დიახ. და სწორედ ამიტომ გვინდა არა ჩვენ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნები, იმიტომ რომ გუნდი სწორედ ამ ტიპის რეკომენდაციებს გასცემს, ხო, რომ რა დაახვედროს, რა გაითვალისწინოს პროფესიულმა სასწავლებელმა. დიახ, მაია, შეიძლება ძალიან დეტალური, აი ესეთი ჩაშლილი არ იყოს, მაგრამ წარმოდგენა, ხო, აი მოტორული თვალსაზრისით, თქვათ, ნატიფი, კოგნიტური დაგეგმვის თვალსაზრისით, იგივე კომუნიკაციის რა საჭიროებები არსებობს, ამ ტიპის ინფორმაცია, რას თქმა უნდა, აღწერილია დასკვნაში და გარკვეული ზოგადი ტიპის რეკომენდაციები, ანუ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება დაჭირდეს, ხო, მაგალითად ასისტენტი ან ჟესტური ენის თარჯიმანი და ასე შემდეგ. ისე რომ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა აი ამაზე დაყრდნობით რასაკვირველია დაწესებულებებს მინდა ვთხოვოთ მოისმენენ ჩვენს გადაცემას, თუმცა ისედაც გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია და სულ ვთხოვ ხოლმე რომ დააზუსტონ. აუცილებლად დააზუსტონ შემფასებელთან, დააზუსტონ აპლიკანტთან, აპლიკანტის კანონიერ წარმომადგენელთან, თუ რამე საკითხთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდათ, გაურკვეველი აღმოჩნდა ინფორმაცია მათთვის, ან საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამ კონკრეტულ ადამიანზე მორგებული პროცესი დაგეგმონ და პროცესი შესთავაზონ ამ ადამიანზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კეთილი. კი ბატონო, და სწავლის პერიოდში იყო კითხვა. აი სწორედ ეს იყო ჩემი გაგრძელება შეკითხვის. ხო, ну აი ზუსტად ესე იგი კიდევ ესე რომ დავყოთ, ხო? ორად, ესე იგი ერთი რომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისტემაში, უნდა მოვხვდე და აქ რას მთავაზობ, ხო? რას როგორ მიიწყობ ხელს, ხელმისაწვდომს როგორ ხვდი, ხო? ჩემთვის როგორ თქვა, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ამ პროცესს და მეორე, კარგი. ჩავირიცხე და ეხლა როგორ მიხმარები, რა მხარდაჭერას მთავაზობ. და ესეც რა თქმა უნდა და სხვათა შორის ძალიან ვამაყობ, რაც გვაქვს პროფესიული განათლების საფეხურზე მიღწეული 2013 წლიდან მოყოლებული და ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად მიღებულ გამოცდილებაზე და ახალი რესურსების მოძიების შედეგად გავაუმჯობესოთ
ნამდვილად განვითარების თვალსაზრისით კიდევ ბევრი რამე გასაკეთებელი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე არსებობს პროფესიული განათლების უშუალოდ სასწავლო პროცესში, რასაც ვთავაზობთ. ეს არის იგივე დაწყებული სპეციალისტების მხარდაჭერა და მე შემიძლია უბრალოდ ჩამონათვალი გავაკეთო სპეციალისტების, ვინც ყავს ან დაგჭირვებია და ყოლია, თუმცა არ მინდა რომ ესეთი შთაბეჭდილება შევქმნა, რომ ამითი შემოიფარგლება. არა. კონკრეტული აპლიკანტს ვინც კი დაჭირდება და თუ არის ეს რესურსი ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობს დაწესებულება, რომ უზრუნველყოს. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი ფაქტიურად ყველა დაწესებულებაში, სადაც ყოლია გადაწესებულებას, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომ ყოლია რეგულარულად ყოველ წელს ავსყო მიიღებს, ასე ვთქვათ, აპლიკანტებს და პროფესიული განათლების სტუდენტები ყავს, იქ ფაქტიურად ყველგან ყავს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, ყავს ასევე სასწავლო პროცესის ასისტენტი. ეს ორი ადამიანი ძირითადად არის იგივე აი დამატებითი შეფასება თუ განსახორციელებელი სასწავლო სტრატეგიების განსაზღვრა, რაც ვთქვათ, უფრო მორგებული რო გავხადოთ ეს სასწავლო პროცესი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და ნებისმიერი სხვა რესურსის მოძიება და უზრუნველყოფა და ასე ვთქვათ, ადვოკატირება ამ სტუდენტის საჭიროებების, ხო? ასევე ჟესტური ენის თარჯიმანი, აი მაგალითად იგივე 2021 წლის ბოლოს სტატისტიკა რაც მახსენდება, სადღაც დაახლოებით 22 მაინც ყავდა უკვე ჩართული, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჟესტური ენით მოსარგებლე ადამიანი ყავდა ამდენი ჩართული, რომ ყავდა აი ამდენი ჟესტური 22 ჟესტური ენის თარჯიმანი დასაქმებული. ასევე თქვათ, ეს შეიძლება იყოს მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი უსინათლო პირისთვის, ხო, რომელიც საწყის ეტაპზე ეხმარება მას გაერკვეს, თქვათ, იგივე დაწესებულების გარემოში და გადამოუკიდებლად გადაადგილება შეძლოს ორიენტაცია სივრცეში, სახლიდან დაწესებულებაში მისვლაში დაეხმაროს. პირადი პერსონალური ასისტენტის სერვისი შეგვიძლია შევთავაზოთ, შეგვიძლია ტრანსპორტირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, იმიტომ რომ ამან ძალიან გაზარდა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა, ხო, იმიტომ რომ ვიცით, ჩვენ არ გვაქვს ისე საკმარისად გამართული ინფრასტრუქტურა, ხო, ვთქვათ და ამან ნამდვილად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფამ, რომ ადამიანი მივიდეს პროფესიულ საგანმანათლებლო ტრანსპორტირებაში უფრო მეტად განმარტო მაია თუ შეიძლება, ხო, აი ტრანსპორტირების დაქირავება ხდება, შეიძლება საინტერესოა. ნუ ტრანსპორტირება ძირითადად გააჩნია რასაკვირველია, რამდენი სტუდენტია დაწესებულებაში, რომელსაც ჭირდება, ამაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ როგორც წესი ან კომპანიასთან, ან ვთქვათ, კერძო პირთან, რომელიც თავისი მანქანით უზრუნველყოფს, ვთქვათ, ადამიანის სტუდენტის მოყვანას და წაყვანას დაბრუნებას სახლში, ანუ ეს არის უზრუნველყოფილი, გამცილებელი შეიძლება იყოს უსინათლო პირის, ასევე შეიძლება ასევე გქონია გამოცდილებაში და გვაქვს ხმოვანი პროგრამის ტრენერი უსინათლო პირებისთვის, ვინც ვთქვათ, მოხვდა პროფესიულ განათლებაში, ისე რომ მას არ ჰქონდა მასწავლი და ასე ვთქვათ, გამოცდილებაში ამ ხმოვანი პროგრამის გამოყენება, რაც აუცილებელი პირობაა, ხო, იგივე აი ვთქვათ, კომპიუტერის სხვადასხვა პროგრამის მოსახმარებლად და ვთქვათ, იგივე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა შეიძლება ვიღაცა გამორჩა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკვე ინდივიდუალური საჭიროებებიდან განისაზღვრება და 2017 წლიდან დამატებითი დაფინანსებაა განსაზღვრული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის და უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც სწორედ აი ამ მხარდაჭერის უზრუნველ საქმეს. დამატებითი მხარდაჭერებისთვის. მაია, ვიცი რა, რომ ჩვენს მსმენელს შეიძლება სწორედ ეს ტრანსპორტირება საკმაოდ დაინტერესებდეთ, მაინც დავსვა დამაზუსტებელ შეკითხვას. ნებისმიერ მსურველს შეიძლება დაენიშნოს ტრანსპორტირება თუ აქაც კრიტერიუმია, ვინ ისარგებლებს ტრანსპორტის მხარდაჭერით? ძალიან ისეთი საინტერესო და ისეთი კითხვა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ამაზე დაწესებულებებიდანაც მოდის კითხვა, ხო? ამოსავალი წერტილი ესე არ გვაქვს კონკრეტულად დაწერილი, მაგრამ ნუ რასაკვირველია გარკვეული ორიენტირი, აი ვის შეიძლება უზრუნველყოთ, ხო? ადამიანის შესაძლოა ფიზიკური შეზღუდვა არ ქონდეს, მაგრამ ახეთ, იმიტომ რომ ის ინტელექტუალური საჭიროებები და სირთულებიდან გამომდინარე მას არ შეეძლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადგილების გამოყენება, ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილება, ესეც შეიძლება გახდეს საფუძველი. ან ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ასისტენტი დაინიშნოს,
რომელიც მას გამოყვება და ისეც ნახეთ ძალიან ისეთი პროფესიული ანალიზის და დისკუსიის საკითხია და რა თქმა უნდა აქ თვითონ სტუდენტის და მისი წარმომადგენლის ასეთი არსებობის შემთხვევაში თუ არის ჩართული ხო ვთქვათ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას შეიძლება ჯობდეს ამ ადამიანისთვის ვთქვათ ასე ვთქვათ გამცილებლის ასისტენტის დახმარება რომელიც იმავდროულად გარდა იმისა რომ ასე ვთქვათ დაეხმარება სახლიდან დაწესებულებაში მოსვლაში უსაფრთხოდ ტრანსპორტის გამოყენებაში ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებაში ქუჩის გადაკვეთაში და ასე შემდეგ იმუშავეს პარალელურად შეიძლება რომ აი ეს გზა ეს მარშრუტი დაასწავლოს გარკვეული უნარები გაუძლიეროს და ქონია ჩვენ ესეთი შემთხვევა რეგიონში, სადაც სხვა სოფლიდან მოდიოდა და ორი ტრანსპორტის გამოცვლა უწევდა ადამიანს, რომ სწორედ მოხდა დასწავლა, მხარდაჭერა და დამოუკიდებლად დადიოდა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ისე რომ მარტო ვთქვათ, თავარი მიზანი რა არის, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს დაწესებულებამდე უსაფრთხოდ მოსვლა. და აქ უკვე თუ მას არ ყავს ადამიანი, ვინც ვთქვათ, ამ მხარდაჭერას გაუწევს ოჯახის წევრი, ან მუშაობს არცალიან გარკვეული სხვა მიზეზების გამო და ამის აუცილებლობა დგება, რასაკვირველია, მას ეკუთვნის ეს მხარდაჭერა და ჩვენ ეს უნდა გავუწიოთ. ან შეიძლება ოჯახის წევრიც ყავდეს, მაგრამ ხედავ რეალურად რესურსს, რომ თუ ჩვენ ახლა დამხმარეს დავახმართ, ანუ ვინც ესე ვთქვათ, ასისტირებას გაუწევს, მას შეიძლება დავასწავლოთ ეს გზა. და მან ხვალზე დამოუკიდებლად შეძლოს მოსვლა. ასეთ შემთხვევაშიც ნამდვილად ღირებულია ამ დახმარების გაკეთება. მაია, ჩვენი ასე ვთქვათ, შეხვედრა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა დამრჩა დასასმელი. ჩვენ ვიცით, რომ ხშირად საგანმანათლებლო საჭიროების შეზღუდული შესაძლებლობის შემთხვევაში სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები ამ მხარდაჭერის პირობებშიც სრულად ვერ ძლევენ მოთხოვნებს და აქვთ თქვათ სწავლის შედეგებს, ანუ ისე როგორც თქვათ ამას პროფესიული პროგრამა მოითხოვს, ხო? ანუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ხო? თუ კი სტუდენტს გაუჭირდა დაძლიოს პროფესიული პროგრამა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ანუ თვითონ სასწავლო პროცესში რა ხდება და შემდეგ რა დამადასტურებელ დოკუმენტს იღებს ის დასრულებისას განათლებას. ხო, ნუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ეს კითხვა, იმიტომ რომ უჩნდებათ ხოლმე და ზოგჯერ სამწუხარო ესეთი გამოცდილებაც გვაქვს ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპიდანვეც ინფორმირებულია აპლიკანტიც და სტუდენტიც ჩარიცხვის დღეებიდან და ოჯახის წარმომადგენელიც, მაინც სადღაც ბოლოსკენ ჩდება ხოლმე, ვთქვათ, კიდევ დამატებითი, აი რაღაცნაირად შემეს პრობლემაც კი გაჩნდეს, რომ მე მინდა დიპლომი, ან მე მინდა რომ ჩემმა შვილმა მიიღოს დიპლომი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმირება, დროული ინფორმირება და ამ საკითხის თუნდაც პროცესში, სწავლის პროცესშიც გავლა და შეხსენება, ყველა რასაკვირველია, ანუ იმისათვის რომ ნახეთ, ადამიანმა მიიღოს დიპლომი, ხო? თქვა და ეს დამასრულებელი, შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, რომელიც კვალიფიკაციას ადასტურებს, ამისათვის მან და მიაღწიოს აი ამ პროგრამით განსაზღვროს სწავლის ყველა შედეგს. იმ შემთხვევაში თუ ვერ მიაღწევს, რასაკვირველია აი ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი, ასე ვთქვათ, დიპლომის გაცემა ვერ მოხდება. მიუხედავად ამისა, აი მე ყოველთვის ვუხსნი ხოლმე, რომ ნუ დავაყენებთ საკითხს, რომ ახლა დიპლომს თუ ვერ მიიღებს, ესე იგი არ ღირს პროფესიული განათლების მიღება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება დიპლომი, როგორც ასეთი კვალიფიკაციის დადასტურება ვერ მოვახერხოთ, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან სწავლის შედეგებზე გავიდეთ. არასრულ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანზე. ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციები შევიძინოთ, რომელიც ჩვენ გამოგვადგება ცხოვრებაში და შემდგომი დასაქმებისთვისაც, იმიტომ რომ შეიძლება იყოს დამსაქმებელი, რომელსაც აინტერესებს არა ჩემი აი ეს კონკრეტულად აი ეს დიპლომი, არამედ ის კონკრეტული კომპეტენციები, ის კონკრეტული უნარები, რაც მე შევიძინე და შეიძლება რაღაცაში იმდენად კარგი ვიყო. იმ კონკრეტულ რაღაცის, ამ კონკრეტულ რაღაცების შესრულებაში, რაშიც
ასეთ დონეზე კარგი წარმატებული შეიძლება არ იყოს თუნდაც კვალიფიკაციის მფლობელი, ხო? იმიტომ რომ ზოგადად ყველა სწავლის შედეგზე გასვლას ადასტურებს, თუმცა მე შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული უნარი გამოვავლინო, რაც დამსაქმებელთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყოს. და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ხო, ეს პროცესი თვითონ რუტინის თვალსაზრისით, რომ მე დავდივარ, ვიღებ განათლებას, მაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, თანატოლებთან, შეიძლება სხვა ასაკის ადამიანებთანაც, იმიტომ რომ არ არის ხო ყველა ერთი ასაკის ადამიანი, ვერთვები დამატებით აქტივობებში, რომელსაც დაწესებულება მთავაზობს, ანუ განვითარების, სოციალური ჩართულობის, ასე ვთქვათ, მეგობრების და შეძენის და ურთიერთობების თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სხვა შედეგიც მოაქვს პროფესიულ განათლებას, ხო? პირველ რიგში რასაკვირველია პროფესიის შეძენა, პროფესიული უნარების გამომუშავება, მაგრამ ასევე დამატებით ის სხვა ბევრი სარგებელიც მოაქვს, ხო? ისე რომ აი ამ დიპლომის აღებასთან დაკავშირებულ ინფორმაცია შემდგომ ალბათ უკვე დაწესებულებაც უფრო დეტალურად, იმიტომ რომ სერტიფიკატის მიღება შეიძლება თუ ვთქვათ, ერთი მოდულის ყველა სწავლის შედეგია დაძლეული, რაღაცა განსხვავებული შესაძლებლობები არსებობს და ცნობა ძალიან დიდ რეკომენდაციას ასე ვთქვათ წერთ ხოლმე ჩვენი მხრიდან დაწესებულებებს ვთხოვთ და გაწერილიც არის თუმცა კანონში ხო პროფესიული განათლების შესახებ ცნობის გაცემა და ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ ხოლმე დაწესებულებას რომ ეს ცნობას დამადასტურებელს რომ ამ ადამიანმა ამ პერიოდში ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ისწავლა მაინც ჩამოწეროს დეტალურად მაინც ის კომპეტენციები, რაც ამ ადამიანმა შეიძინა. ხო, უბრალოდ მარტო ის კი არ მივცეთ ინფორმაცია, კი არ დავწეროთ ამ ფურცელზე, რომ ისწავლა ამ პროგრამაზე. არამედ აღწეროთ, ხო, იმიტომ რომ სწორედ დასაქმების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება აღკვეჩდეს. კი ბატონო. მაია, ფაქტიურად ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ესეთი საკვანძო საკითხები, თუ შენ რამე არ დაგჭა, ასე ვთქვათ, გასაზიარებელი, ჩვენ დავფარეთ, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ესე იგი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო 2 მაისს და დასრულდება 22 აგვისტოს. მოდი გითხარი, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ როდის დაიწყება, ხომ არ არის ცნობილი? სავარაუდოდ შემიძლია დაგიზუსტოთ, ამ წუთას არ მახსოვს, თუმცა იმიტომ ნახეთ 22 აგვისტოს, როდესაც დასრულდება რეგისტრაცია, შემდგომ შერჩევის პროცესია, შემდგომ მეორადი, ისე რომ ოქტომბერი სავარაუდოდ, თუმცა დაზუსტებულ თარიღს აუცილებლად მოგაწვდით ასევე ბმულთან ერთად, სადაც შეეძლებათ აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა. მე ჩემი მხრიდან რაც მინდა ერთადერთი დავამატო, რომ ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი პროგრამებია და ვთხოვო, რომ გაეცნონ სრულ ჩამონათვალს და დამატებით ინფორმაციაც მოიძიონ იმ პროგრამებზე და მაინდა-მაინც აი თქვა რაც ნაცნობია ჩემთვის, ხო? რაც ხშირად გამიგია, რაც პოპულარულია, მარტო იმ პროგრამებზე არ ვორიენტირდეთ, ხო? იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ საინტერესო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას აღმოაჩენენ ადამიანები, თუ რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ რაღაცნაირად უკვე ნაცნობს გაცნობენ. კი ბატონო. და შემოვიფაროთ მხოლოდ კარგად ნაცნობი ხშირად გაგონილით. დავამატებდი შემდეგ კი ბატონო, ჩემი მხრიდან უბრალოდ დავამატებდი იმას, რომ პრინციპში ალბათ ამით უნდა დაგვეწყო, რომ არ ჩათვალოს რომელიმე საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა, რომ თქვათ ეკრძალებათ ან აქვს შეზღუდვა ზოგიერთ პროფესიულ პროგრამაზე, თქვათ ასე თქვათ ჩაბარების თვალსაზრისით. ხო, ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანს აქვს პროფესიული პროგრამის შერჩევის უფლება ინტერესიდან გამომდინარე, არა? თუმცა აქ დავამატებ, ხო არის რაღაცა ტიპის, აი დუალურს რასაც ვეძახით, ხო, უფრო აი 50% სწავლის შედეგების, რომელიც რეალურ სამუშაო გარემოში მიიღწევა, იქ სავალდებულად ესეთი კვოტები არ არის. აუცილებლობით დაშვებული ამის თქმა მინდა, თუმცა ძირითადად დამსაქმებელი ახდან შერჩევას, რა თქმა უნდა, დაწესებულებასთან თანამშრომლობით, მაგრამ ამ შემთხვევაში დამსაქმებელიც ერთვება. ისე რომ შესაძლებელია მაინც ეს გაურკვევლობა რო არ გამოიწვიოს, ხო? იყოს რაღაცა პროგრამები, სადაც ამ ეტაპზე, თუმცა მომავალში იმედი გვაქვს, რომ იქაც იქნება აუცილებლობით, ასე ვთქვათ, გამოყოფილი ეს ადგილები, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ყველა
დუალური, ეგრეთ წოდებული დუალური პროგრამის ფარგლებში არ იყოს, მაგრამ დაწესებულება ზოგიერთ შეიძლება კონდეს გამოყოფილი. აი, მაინც რომ დრო დავაზუსტ, ასე ვთქვა და გავიყვავილობა რო არ განმეცეს. კი ბატონო, მე უბრალოდ იმას გულისხმობდი, რომ ფაქტობრივად თვითონ თუ პროგრამას არ აქვს გარკვეული, ასე ვთქვა, წინაპირობა, ვთქვათ, არ ჩათვალოს, ვთქვათ, ინტელექტუალური განვითარების თავისებურების მქონე პირმა, რომ ვთქვათ, რომელიღაცა პროგრამებზე მას, ასე ვთქვათ, ეკრძალება ან შეზღუდვა აქვს. თუმცა ზოგიერთი პროგრამა, როგორც შენ თქვი, ან ასაკობრივ, ასე ვთქვათ, შეზღუდვას აწესებს. ან განათლება იყოს მოთხოვნა წინაპირობა, მაგალითად სრული საშუალო იყოს წინაპირობა, ხო და ადამიანს მხოლოდ 9 კლასი კონდეს დასრულებული, ეს როგორც თქვი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს, იმიტომ რომ შემოვიდეს ფორმალურ პროფესიულ განათლებაში. თუმცა ნამდვილად არსად არა გვაქვს ესე განსაზღვრული და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო თავიდანვე მიღებული, რომ შეუძლებელია დააწესო რომელიმე შეზღუდვიდან გამომდინარე, რომელი პროგრამა შეიძლება შევთავაზოთ და რომელი არა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია ხო ყველა ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავებულია და ვერ ვიტყვით რომ რადგან უსინათლოა რაღაცა ამ პროგრამაზე ვთქვათ ჩვენ წვეთით რომ არა ნამდვილად ვთქვათ რადგან სმენის დარღვევა აქვს ვთქვათ ამ ტიპის პროგრამა მისთვის არა სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შეთავაზება პრაქტიკული მოსვლის რომ თვითონაც უკეთესად გაერკვეს ხო თვითონაც დაინახოს სად უკეთესად რეალიზდება თუნდაც მომავალში ხო რა უფრო მოწონს და თუნდაც მის შესაძლებლობებში თუნდაც ახლა გამიჭირდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ მაინც გარკვეული წარმოდგენა შემექმნას, ხო, რომ აი რას უფრო შევძლებ თუნდაც მომავალში და რა უფრო მაია, ერთიც აი მე მგონი უბრალოდ სულიად რომ ამოვწუროთ თემა, არ გვიხსენებია და მოდი ისიც ვახსენოთ, რომ იმისათვის რომ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს გაუადვილდეს, მასზე მორგებულ სასწავლო პროცესში იყოს ჩართული, გარდა იმ სერვისებისა და მხარდაჭერისა, რომელიც შენ ჩამოთვალე, გასაკურველია ინდივიდუალური სასწავლო გეგმები იქმნება, არა სტუდენტების. ვახსენე სწორედ ეგეც ნამდვილად. ერთ-ერთი აი ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, როდესაც ვახსენე, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ძირითადად, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესის ასისტენტთან ერთად თუ ყავს დაწესებულებას ინდივიდუალური გეგმის შედგენა. და აქვე დავამატებ ეს ინდივიდუალური გეგმა, ზოგჯერ ესეც შიში წევს ხოლმე გარკვეულწილად, რომ რადგან ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქვს, ესე იგი დიპლომზე ვერ გავალ, ხო? ანუ ამ ეტაპზე ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში გარკვეული აკომოდაციებიც იყოს ასახული, ანუ სწავლის შედეგის ცვლილება შეიძლება სულაც არ ეხებოდეს ეს გეგმა, ან შეიძლება სწავლის შედეგი იყოს შეცვლილი. თუმცა რა აზრი აქვს, რომ რა მიზანს ატარებს ინდივიდუალური გეგმა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ამ კონკრეტულ სტუდენტზე მორგებული გავხადოთ და რაღაც შევთავაზოთ მასალა, პირობები და ასე შემდეგ და თუნდაც სწავლის გარკვეული, ასე ვთქვათ, ოდნავ შეცვლილი შედეგებით შეიძლება დაგვჭირდეს, ხო, ზოგ შემთხვევაში, რომ აზრიანი და მიზანმიმართული იყოს მისი სასწავლო პროცესი და მასზე მორგებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ისწავლა ის თუ სწავლის, როდესაც შეფასების პროცესი დგება, ხო? სწავლის შედეგების დადასტურების, ის თუ ყველა სწავლის შედეგს დაადასტურებს, რასაკვირველია თვითონ ამ გეგმის არსებობა ამ მხრივ ბარიერს არ წარმოადგენს, ხო? იმიტომ რომ მოდით ესეთი მარტივად გასაგები რო იყოს, ხო? სწავლის შედეგის, ყველა სწავლის შედეგის დადასტურება რა თქმა უნდა, მაძლევს შესაძლებლობას, რომ მივიღო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. ასე მივუდგეთ და გეგმა არის ის, რაც მე ამ სწავლის პროცესს ჩემზე მორგებულს ხდის, ხო? გააჩნია რამდენად არის იქ სწავლის შედეგები შეცვლილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებასა და სტუდენტს მის ოჯახის წევრს შორის, წარმომადგენელს შორის, კანონიერ წარმომადგენელს შორის კარგად იყოს ეს, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ინფორმაცია მასთან მისული სრულყოფილად და კარგად გქონდეს დავეხმაროთ გააზრებაში, ხო, რომ ხშირად ამაზე შეიძლება გარკვეული წინააღმდეგობა იყოს, რომ არ მინდა გეგმა, იმიტომ რომ ნიშნავს, რომ დიპლომს ვერ მივიღებ. ხო. ისე რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ უკვე ჩვენი ინკლუზიური განათლების სპეციალისტების და რა თქმა უნდა ადმინისტრაციის იმედიც გვაქვს, რომ კარგად სწორად მიაწვდიან სტუდენტებს, ოჯახის წევრებს, სტუდენტის ოჯახის წევრებს ამ ინფორმაციას. კი ბატონო, მაია, ესე იგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ველოდებით.
კი ბატონო, მაპატიეთ მეგონი ინტერნეტის პრობლემა იყო 2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია, ეს დრო გამოიყენონ ამისთვის, ასე თქვა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებლად გავაზიარებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ვებგვერდებს, სადაც ეს ინფორმაცია, რასაც ვისაუბრეთ, იქნება მოცემული, ასევე რეგისტრაციის ვებგვერდს გავაზიარებთ და სხვა შემთხვევაში შეუძლიათ ასევე მიმართონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი კონსულტაციისთვის და დეტალების დაზუსტების. და პროფესიული უნარების სააგენტოს Facebook-ის გვერდით შეიძლება მოინახულონ და მოიწერონ ნებისმიერ ესეთი დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში. და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცეთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ. პროფესიული განათლების კარი ღია, შემიძლია ვთქვა და არა მარტო დღეს უკვე 2013 წლიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გელოდებით, მიუხედავად იმისა, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით არის, როგორც უკვე აღნიშნეთ არაერთხელ რეგისტრაციის პერიოდი, მე მაინც მოგიწოდებთ, რომ თუ გაქვთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდეთ და არ გადადოთ რეგისტრაცია ბოლო დღისთვის ან ბოლო დღემდე, ხო? და ინფორმაცია რა თქმა უნდა მოგმართეთ, მიმართეთ დაწესებულებას, მაიამაც უკვე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანი გააკეთეთ. მადლობა, დიდი მადლობა, მაია, დიდი მადლობა ლეკუნა, დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მეც, მაია, ლეკუნა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ამ თემას ეს იაშუქებთ და სივრცეს, მშობლის კიბრის სივრცეს უთმობთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრი სმენელი და მაყურებელი გყავთ, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს სწორედ ამ თემითა და საკითხის. და ინტერესთან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ეს ლაივი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ სწორედ აგვისტოს შუა რიცხვებისკენ. აუცილებლად. კარგი, დიდი მადლობა. ახლამდე გემშვიდობებით.